წარმოიდგინე, რომ ხარ უზარმაზარი ხანძრის ეპიცენტრში. ბრიალებს ცეცხლი და რაღაც უნდა მოიმოქმედო ისეთი, რომ გადარჩე. ყველაფერი იწვის, ფიქრის დრო არ არის, სიტუაცია არის კრიტიკული. რას მოიმოქმედებდი ამ დროს? რთული კითხვების დასმა გიყვარს. ალბათ გავიხსენებდი, რაც მისწავლია, რაც გამიგია, რაც ფილმში მინახავს, ყველაფერს ვეცდებოდი რომელიმე ტექნიკა გამომეყენებინა და თუ მივხვდებოდი, რომ არც ერთი არ ჭრის, ვეცდებოდი რამე ახალი მომეფიქრებინა. ანუ იმპროვიზაცია გაგეკეთებინა? მოკლედ, მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელიც 1959 წელს მოხდა, მე მგონი მონტანა შტატი იყო, თუ არ ვცდები. გაჩნდა უზარმაზარი ხანძარი და ხანძარში მოექცნენ მეხანძრეები და მათი მეთაური იყო ვინმე დოჯი. მოკლედ, გაგანია ხანძრის დროს ამ კაცმა რა გააკეთა? ამოიღო ასანთი, დაიწყო ანთებული ასანთების სროლა და გააჩინა ხანძრის პატარ-პატარა კერები. შემდეგ აიღო სველი პირსახოცი, აიფარა სახეზე და გაიშოტა მიწაზე. როდესაც გუნდის წევრებმა შეხედეს, ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანი ჭკუიდან შეიშალა. დოჯი უხმობდა ყველას, რომ მისულიყვნენ მასთან და იგივე მოქმედება გაემეორებინათ, მაგრამ არავინ არ დაუჯერა. არავინ არ დაუჯერა და რითი დამთავრდა ეს ისტორია, რომ მხოლოდ 3 ადამიანი გადაურჩა ამ უზარმაზარ ხანძარს, ერთ-ერთი იყო, რა თქმა უნდა, ეს ვაგნერ დოჯი და რო ავხსნათ რა გააკეთა მან. მოკლედ გადაუხვია იმ წესებს, რაც დასწავლილი ჰქონდათ მეხანძრეებს, პროტოკოლის, პროცესების მიხედვით, მოიფიქრა განსხვავებული რამ, რაც ალბათ სადმე კინოში ჰქონდა ნანახი, შემხვედრი ცეცხლი გააჩინა ამ პატარ-პატარა ცეცხლის კერებით, ანუ ამ დიდ ხანძარს არეალი შეუზღუდა და აფარებული პირსახოცით, სველი პირსახოცით, მერე რომ მიწაზე გაიშოტა ეს ადამიანი, ამით იმას აკეთებდა, რომ ჟანგბადს იღებდა მიწიდან. მოკლედ 15 წუთი ასეთ მდგომარეობაში იყო და ფაქტი არის ერთი, რომ ეს ადამიანი გადარჩა. მოდი ახლა შემოგიბრუნდები მე კითხვით. რამ გადაარჩინა დოჯი? დოჯი გადაარჩინა სხვანაირად ფიქრმა. ანუ მან იმ მოკლე ხანში, როდესაც ისინი გარბოდნენ და ცდილობდნენ ხანძარს გაცვლოდნენ, ჩართო თავისი აზროვნება, გადახედა რაც ჰქონდა მასწავლი, ანუ შეაფასა და მიხვდა, რომ ეს არც ერთი ტექნიკა არ გამოადგებოდა და მოიფიქრა სხვა სრულიად უნიკალური განსხვავებული მიდგომა. და ამან გასჭრა. და როგორი რეაქცია მიიღო? თითქოს არავინ არ დაუჯერა. არავინ დაუჯერა. მაშ ასე დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი შეეხება ერთ-ერთ არაჩვეულებრივ წიგნს, რომელსაც ქვია კიდევ ერთხელ დაფიქრდი. Think Again ინგლისურად ასე ადამ გრანტის წიგნი და ეს ადამიანი გვეუბნება, რომ მუდმივად უნდა დავფიქრდეთ, გადავხედოთ ჩვენს წესებს, ჩვენს პრინციპებს, ჩვენს რწმენებს, რომ ეს რწმენები და პრინციპები ისეთი უნდა იყოს, რომელიც ჩვენ კი არ დაგვაზიანებს, პირიქით წინ წაგვიყვანს და პროგრესს განგვაცდევინებს, ხო? მოდი რომ დავუბრუნდეთ ისევ ახლა ცეცხლის ისტორიას, თვითონ ავტორი როგორც გვიყვება, მეხანძრეები ცდილობდნენ რომ გაქცეულიყვნენ, მაგრამ წარმოიდგინე, რამხელა აღჭურვილობას ატარებდნენ თავს. თან ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიფიქრა, რომ ეს აღჭურვილობა ჩაეხსნა. და ისე გაქცეულიყვნენ, დროში ხომ მოიგებდნენ, ხო, უფრო სწრაფად აირბენდნენ მწვერვალზე. სანამ ვაგნერ დოჯიმ არ უბრძანა, რომ მოიხსენით ყველა აღჭურვილობა და გაიქეცით, ვერც ერთმა მათგანმა ეს ვერ მოიფიქრა. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცი, რომ რამდენიმე ადამიანი ნიჩაბს ვერ შეელია და ხანძრის ჩაქრობის მერე იკპოვეს კიდევაც გარდაცვლილები, რომლებსაც ნიჩაბი ჰქონდათ ესე ჩაჭიდებული. და ერთ-ერთმა რომელმაც ზურგჩანთა მოიხსნა, დაიწყო ამ ზურგჩანთისთვის უსაფრთხო ადგილის ძებნა და მერე გაიქცა. მოკლედ, პარადოქსია თითქოს, ხა, რაღაც უცნაური ქცევა და რა ხდება ამ დროს, შენ როგორ გონია? მეც მგონია და ადამ გრანტიც ამას უკავშირებს, რომ ეს ადამიანები ამ თავის აღჭურვილობას უკავშირებდნენ თავიანთ იდენტობას. მეხანძრე თავისი აღჭურვილობის გარეშე ხო თითქოს წარმოუდგენელია. როგორ უნდა ჩააქროს ხანძარი, როგორ უნდა გადაარჩინოს გარემო, ადამიანები იქ ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ როგორ აღმოფხვრას პრობლემა, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა მათთვის
აღჭურვილობას, რომელიც უკავშირდებოდა მათ იდენტობას. თუმცა აქ დგება სხვა საკითხი, რომ იდენტობა არ ნიშნავს, რომ შენი რწმენა უნდა შეცვალო, უბრალოდ შენი შეხედულებები უნდა შეცვალო. ამ შემთხვევაში ისინი უკვე გარბოდნენ სიცოცხლის გადასარჩენად, ხო და ვერც კი ამ პირობებშიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ თავიანთი შეხედულებები შეეცვალათ, სხვანაირად მოქცეულიყვნენ და თავი გადაერჩინათ. ან თუნდაც დაფიქრებულიყვნენ, რომ რისის შეცვლა შეიძლებოდა, რომ უკეთესად მოქცეულიყვნენ, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ, ხო? ეს იდენტობის თემას ჩვენ წინა პოდკასტებშიც შევეხეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ავტორიც ამას ძალიან კარგად ხსნის, რომ ჩვენი იდენტობა არ არის ჩვენი წესები და ჩვენი რწმენები. ჩვენი იდენტობა არის ღირებულებები, ხო? ეს ცხოვრება იმდენად საინტერესოა და იმდენად მრავალფეროვანია, რომ აი ერთ იდენტობას ვერ ჩავეჭიდებით, მაშინ რაღაცნაირად მოწყენილად ვცხოვრობთ თითქოს და თითქოს არაფერი საინტერესო ჩვენ გარშემო არ ხდება. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ დამეთანხმები, რომ გადავხედოთ ჩვენს რწმენებს, გადავხედოთ ჩვენს წესებს, ჩვენს მორალს პირობითად, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და აი დავფიქრდეთ, ხომ? იქნება და სიახლე შემეტანა. იქნებ ეს უკვე მოძველდა და სხვა გზით შემიძლია რომ წავიდე, რომელიც კიდევ უფრო მეც სარგებელს მომიტანს, კიდევ უფრო განვითარდები და ბერნარდ შოუს სიტყვებს მოვიყვან, ავტორსაც აქვს ეს წიგნში მოყვანილი, რომ რა არის? ცვლილება არის პროგრესი. ცვლილების გარეშე პროგრესი არ არსებობს. კი, ასევე ადამ გრანტი როგორც აღწერს, ანუ ხშირად ეხება ამ ემოციურ, ინტელექტუალურ გამბედაობას. თუმცა ეს ცვლილებები, გადახედვა, ჩვენი აზრის შეცვლა და ასე შემდეგ, ეს ინტელექტუალური სიმამაცეც კი არ არისო, ეს არისო პრაქტიკული აუცილებლობაო. ანუ თუ გვინდა რომ განვითარდეთ ერთ რწმენასა და შეხედულებაზე, არ უნდა ვიყოთ ჩაკერულები, უნდა ვეცადოთ რომ მუდმივად ვიფიქროთ სხვანაირად, განვითარდეთ, მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, რომელიც მუდმივად იცვლება და 5 წლის წინ რაც ვიცოდით და რაც არსებობდა ცოდნები, ძალიან დიდი პროგრესია და ძალიან განსხვავებული სიტუაცია ახლა, თუნდაც მაგის გათვალისწინებით. კი, იცვლება ცხოვრება თან ძალიან დინამიკურად და სწრაფ ტემპში, ხო? კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი აქვს მოყვანილი ავტორს და ძალიან მომეწონა ეს მარტივი და ყოფითი. ყველას გვიწერია გამოცდა და ყველანი ვწერთ ხოლმე ტესტებს, ხო არის ესე და რამდენად ცვლი ხოლმე ტესტის ან გამოცდის პასუხს, როდესაც დაასრულებ. ვცვლი ყოველ შემთხვევაში თუ დრო მაძლევს საშუალებას, მონიშნული მაქვს ეს კითხვები, ვინიშნავდი ახლა დიდი ხანი აღარ დამიწერია ტესტები, მაგრამ ვინიშნავდი იმას, რას შეწეჭვი მეპარებოდა და ვუბრუნდებოდი ხოლმე. თუნდაც უფრო ტექსტუალური ნაწილი რაც იყო, მაგასაც კი ვუბრუნდებოდი და გადამიკეთებია ხოლმე. ეგ მიყვარს. მეორე მოსაზრებაც ხო არსებობს, რომ მოდი ახლა მე ჩემს დაწერილ ტესტს არ შევხედავ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა დამემართება. სწორ პასუხს გადავაკეთებ არასწორ პასუხად. ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა უნივერსიტეტებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კვლევა მიიღო ესეთი შედეგი, რომ გადახედვამ ძალიან ბევრი ადამიანის ქულა გააუმჯობესა. ანუ ისევ იქ მივდივართ, რომ გადახედვა, კიდევ ერთხელ დაფიქრება აუცილებელია, რადგან ამას აუცილებლად უკეთესი შედეგი მოაქვს. ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და შენც გემახსოვრება ხანძრის ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, ხო? მერე რომ გაანალიზეს ხანძრის ისტორია, რა გამოიკვეთა, რომ ეს მეხანძრეები აბსოლუტურად ტყუილად აიღუპნენ და ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ეს, ხო? და რატომ? ამერიკაში იყო ესეთი წესი, როდესაც ჩდებოდა დიდი ხანძარი, მყისიერად იწყებოდა მისი ჩაქრობა. ახლა არის ახალი რეგულაცია, რომ როდესაც გაჩნდება ხანძარი, მეორე დღის 10 საათამდე პირობითად 10 საათამდე უნდა ჩაქრეს ის. ანუ ჩემი გაგებით, რა მოხდა? გახანგრძლივდა ხანძრის ჩაქრობის დრო, ანუ ნელ-ნელა იწყებენ ქმედებას, ხო? განსაკუთრებით დაუსახლებელ ადგილას. განსაკუთრებით დაუსახლებელ ადგილას. თურმე რა ყოფილა დოჯი და მისი გუნდი რო გაუშვეს ხანძრის ჩასაქრობად, იმ მომენტში იქ მაცხოვრებლები არ ყოფილან. ანუ არავის არაფერი არ ემუქრებოდა და გამოვიდა რომ ეს ადამიანები ტყუილა შეწირეს.
ხელახალი დაფიქრების, გადაფიქრების და გაანალიზების შედეგად კანონიც კი შეიცვალა და ახლა უკვე სხვა მიდგომა. მეცნიერებმაც დაადასტურეს, რომ ხანძარი ტყისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ადგილის გამოთავისუფლება მზე შედის, კიდევ ეს ფიჩხი იწვის და შემდეგ ის ანოყიერებს ნიადაგს და ასე შემდეგ. და როდესაც ამას ყველაფერს უცბად ჩააქრობდა ამ ხანძარს ლიკვიდაციას უკეთებ ძალიან სწრაფად, პირიქით ძალიან ცუდად მოქმედებს თურმე ეს ტყის შენარჩუნებისთვის. მოკლედ ესეთი ისტორიაც არსებობს და კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ დაფიქრდი, გაანალიზე და იცოდე რა არ იცი. ეს მომეწონა ყველაზე ძალიან. იცოდე რა არ იცი. კი. აქვე ადამ გრანტი გვიყვება ადამიანების როგორც შენეძახი გონებრივი მოწყობის 4 ტიპზე. და ამ მათი გაანალიზებითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ახალი სწავლა. პრინციპში პირველი სამის შემთხვევაში ახალს ვერ სწავლობ და შენი შეხედულებების გადახედვა ნაკლებად ხდება. მაგრამ მოდი ახლა მივყვეთ დეტალურად. ეს გონებრივი მოწყობა 4 ტიპი არის, ესე იგი პირველი ქადაგებელი თუ ქადაგი, ქადაგებელი. ხო. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველას უნერგავენ თავიანთ რწმენას, ავრცელებენ და არიან მართლები და სულ უნდათ რომ თავიანთი ეს შეხედულებები გაავრცელონ. პროკურორი, რომელიც სხვა სამტყუნებს თავის სიმართლეს არ ამტკიცებს და თვითონაც ყოველთვის მართალია და თავდასხმის რეჟიმში ალბათ უფრო, ხო? კი. და პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა რომ ყველას თავი მოაწონოს და სხვების მხარდაჭერა მოიპოვოს. მაგრამ არსებობს კიდევ მეცნიერი. მეცნიერის გონებრივი წყობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ მათი შეხედულებები არის ურყევი. ისინი ამას უყურებენ როგორც გარკვეულ ჰიპოთეზას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დროის განმავლობაში. შეიძლება ერთ რამეს ვფიქრობ, ან ერთი მიზანი მაქვს, მაგრამ რომ მივდივარ იმ მიზნისკენ, მე ვნახავ, რომ ახალი ინფორმაცია მომივიდა, შეიძლება ამ მიზნისკენ მიმავალი გზა შევცვალო, შეხედულებები გარდაიქმნას და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემს მომავალ შეხედულებებს და რწმენებს ვაფუძნებ მიღებულ ცოდნაზე. და ისიც არ არის საბოლოო. ის კვლავ უნდა შეიცვალოს. მომეწონა შენი LinkedIn პოსტი, LinkedIn-ზე პოსტი ქონდა დადებული, რომელი ხარ შენო და ძალიან სიხარულით კი მომნიშნე, უბრალოდ მინდა რომ ვიყო მეცნიერი, კი, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც ვიყავი პროკურორიც, ქადაგებელიც, რა ვიცი, ყველაფერი, თუნდაც ერთად აღებული. მაგრამ ჯამში ვისურვებდი რომ ვიყო მეცნიერი და ეს არ დამავიწყდეს რომ მუდმივად უნდა გადავხედო აზრს და სხვანაირად უკეთესი გამოსავალი ვიპოვო შესაძლოა. მეც მომეწონა ეს თითქოს კატეგორიებად რო არის ჩამოთვლილი ხო და აი რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანები სხვა კრიზისულ სიტუაციაში სხვადასხვანაირად ვიქცევით ხო და ზოგადად სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირი ქცევა გვახასიათებს უბრალოდ ისევ ჩვენთვის არის ეს კარგი რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს როგორ რეჟიმზე ვმუშაობ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში. შეიძლება იყოს რაღაც სიტუაცია, სადაც მე პროკურორის პოზა მაწყობდეს და ასეც იყოს სავალდებულო. მაგრამ როდესაც საქმე მიდგება თანამშრომლობაზე, გუნდურობაზე, ჰარმონიაზე, სადაც საუბარია რომ ჩვენს კომპანიაში სინერგია სუფევს, აი აქ რა თქმა უნდა ალბათ 99% სიტუაციებისა უნდა იყოს მეცნიერის გზით არჩეული. ეს რა არის? ისევ და ისევ ემოციური ინტელექტს ვუბრუნდებით და ჩვენ ამაზე ძალიან კარგი პოდკასტი ჩავწერეთ. შენი უნარი რომ მოусმინო, განიცადო სხვა ადამიანის მდგომარეობა, ეგრევე გადაწყვეტილება არ აჯახო და დაფიქრდე მართლაც იქნება და ცდები. ან იქნება არ ცდები, მაგრამ სხვას ბევრად უფრო უკეთესი ხედვა აქვს. ჩვენ ხო არასოდეს არ ვიცით სხვა ადამიანი რას ფიქრობს, ან სხვა ადამიანს რა შესაძლებლობები აქვს. ამიტომ უნდა ვაცადოთ, ხო, კითხვები დავსვათ, მოვუსმინოთ და თანამშრომლური პრინციპით უნდა წავიყვანოთ ჩვენი დისკუსია იქნება, მოლაპარაკება იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ
უფრო მეტს ვიგებთ ზოგადად სამყაროზე, ადამიანებზე საკუთარი თავის შესახებაც და მე ყველას ურჩევდი, რომ როდესაც ამ წიგნს წაიკითხავს, აი ეს 4 მაინდსეტი, ანუ გონებრივი მოწყობა, კარგად დაიმახსოვროს და კონკრეტულ სიტუაციებში ჩაისუნთქოს და შემდეგ გაანალიზოს. ხა რომელ რეჟიმზე მუშაობს ჩემი ტვინი? პოლიტიკოსი ვარ, მეცნიერი ვარ, ქადაგებელი ვარ თუ პროკურორი ვარ, ხო? და მთავარი არის პრინციპი, რომ მეც მოვიგო და შენც მოიგო და მე თანამშრომლური გზით გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით ისევ ავტორის ისტორიას გავიმეორებ, ძალიან მომეწონა ისტორია სტივ ჯობსზე და ბლეკბერიზე. ნუ ბლეკბერიზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, როგორი წარმატებული კომპანია იყო, ლიდერობდა ბაზარზე, მაგრამ ერთ დროს შვენიერ დღეს აორთქლდა და გაქრა. და ადამ გრანტი ზუსტად ამას ამბობს, რომ რამ გააქრო ეს კომპანია? ზუსტად იმან, რომ არ გადახედეს პროცესებს, ინოვაციები არ შემოიტანეს და დაარჩნენ იმ ძველ რელსებზე. ამ დროს შემოდის ბაზარზე სტივ ჯობსი თავისი კომპანიით, Apple-ით და რევოლუციურ გადატრიალებას აწყობს. თუმცა ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა საინტერესო ისტორიამ. სტივ ჯობსი თურმე შენ წარმოგიდგენია რომ წინააღმდეგი იყო მობილური ტელეფონების გამოშვების. კი. გუნდმა შესთავაზა რომ გამოეშვათ ტელეფონები, ანუ iPod-ი, რომელიც უკვე ახალი გამოშვებული იყო ბაზარზე, iPod-ისთვის დაემატებინათ დარეკვის ფუნქცია და სტივ ჯობსმა პირველი ეს იდეა რო გაიგო, მისი რეაქცია ასეთი იყო, რომ ეს რა იდიოტური აზრია, მე ტელეფონს არასოდეს არ გამოვუშვებ. რა თქმა უნდა, გუნდმა მეცნიერული ხედვა და მიდგომა გამოიჩინა და პირველ რიგში დაანახვეს სტივ ჯობს ის, რაც მან არ იცოდა. და როგორ გააკეთეს ეს? პრინციპი ნომერი პირველი, რაც მნიშვნელოვანი იყო სტივ ჯობსისთვის, იყო ის, რომ მობილურ ოპერატორებთან დაემყარებინა ისეთი ურთიერთობა, რომ თვითონ უნდა წაეყენებინა პირობები და არა პირიქით. მაგრამ მაშინ პირიქით იყო მობილური ოპერატორები გთავაზობდნენ ხოლმე პირობებს. გუნდმა დაანახვა, რომ ეს შესაძლებელია, პირობას დავდებთ ჩვენ, როგორ უნდა ვიფუნქციონიროთ. და მეორე სტივ ჯობსის საყვარელი პროდუქტი ყოფილა Mac-ის კომპიუტერი და გუნდმა ასეთი რამ უთხრა, რომ ეს დარჩება ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი და ტელეფონებსაც გამოვუშვებთ. რატომ არა? და რაც მოხდა რამდენიმე თვის მერე, შენც კარგად იცი, ხო? სადღაც 4 თვეში მე მგონი, თუ არ ვცდები, სტივ ჯობსმა შექმნა 2 გუნდი, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა ტელეფონებზე, იმ iPhone-ებზე, რომელიც ასე გვიყვარს და რა ვიცი, აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია ამ ტელეფონით და რამდენიმე წლის მერე, როდესაც შემოსავლებს დააკვირდნენ, რა აღმოაჩინეს, რომ ძირითადი მოგება და შემოსავალი ზუსტად iPhone-ებზე მოდიოდა. ასე რომ ადამიანი რაც უფრო ჭკვიანია, ამას ავტორიც ამბობს, მით უფრო უჭირს აზრის შეცვლა. თუმცა გააცნობიერებინეს სტივ ჯობს რა არიცოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ინოვაციური და ადამიანი დაფიქრდა, გააყვა სხვა ადამიანების იდეას და რა ვიცი, ალბათ მოგებულიც დარჩა ხო ასეა. კი, რა თქმა უნდა. სრულიად საპირისპირო იყო BlackBerry-ის შემთხვევა, სადაც დამფუძნებელს სთავაზობდნენ ასევე მისი გუნდის წევრები, რომ გაეკეთებინა ცენზურული ტელეფონები და ასე შემდეგ, მაგრამ მისთვის იყო წარმოუდგენელი ღილაკების გარეშე ტელეფონის ქონა. და სწორედ ეგ იყო ერთ-ერთი ის, რამაც უკან დახია. მოკლედ ის ადამიანი არ ითვალისწინებდა არაფერს, რაც შეცვლიდა მის პირველად პროდუქტს, თლიანად ამ ინსტრუმენტს, რომელიც ჰქონდა მხოლოდ მეილებისთვის. და სწორედ ეგ არის, ხო, რასაც შენ ამბობ, რომ და ადამ გრანტი გვეუბნება, რომ უნდა გადავხედოთ საით მივდივართ, როგორ მივდივართ და რა შეიძლება კიდე რომ გავაკეთოთ. და უკან დახევაც არ უნდა შეგვიშინდეს, ჩვენი აზრის შეცვლაც არ უნდა შეგვეშინდეს. ერთ-ერთი მაგალითი არის კიდევ, თქვათ, ძალიან მარტივი და ისეთი ყოფითი სამწუხარო ასევე მეხანძრეების არ იყოს, ევერესტზე მიდიოდა დიდი გუნდი და როდესაც უკვე რაღაც ეტაპამდე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ამინდი გაუარესდა. ისე რომ ამას არ ელოდნენ.
ზოგიერთმა თქვა, რომ უკან დაუბრუნდეთო, სხვა ნაწილმა თქვა, რომ უკან არ დაუბრუნდეთო, ამდენი რესურსი დავხარჯეთო, ფულიო, დრო, მომზადება ასე შემდეგო და მათ გააგრძელეს გზა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაიღუპა. ვინც უკან დაბრუნდა, რა თქმა უნდა, გადარჩა. ანუ დროულად სიტუაციის შეფასება და უარის თქმა იმაზე, რაშიც რესურსი გაქვს ჩადებული, ხშირად წარმატების ნაწილიც არის. იგივე სტივ ჯობსზე რასაც ყვები, ხო? iPod-ი გამოუშვეს და მეც კი გამიკვირდა მაშინ ბავშვობაში უცებ iPod-ები გაუქმდა, გაქრა და შემოვიდა iPhone-ები. ანუ იმაშიც ხო ქონდა გარკვეული ის ჩადებული. ახლა კი გაერთიანდა, მაგრამ რეალურად ის ანუ ენანებოდა ინვესტიცია რა. ეგ მარტო ფულადი ინვესტიცია ხო არ არის, იყო ამხელა შრომა, ამხელა დრო. თითქოს ენანებოდა, მაგრამ რეალობაში ბევრად უფრო უკეთესი რაღაც გამოუშვა. მეც მახსოვს ჩემი Nokia-ს ტელეფონი, ესეთი ღილაკები რო ქონდა და პირველად ვერ წარმომედგინა, რომ ღილაკების გარეშე სენსორი როგორ უნდა მომეხმარა და დღეს თუ გადავხედავთ, უკვე გვეცინება ამ შეხედულებაზე. ძალიან ნიშნულოვანი კიდევ, რასაც ავტორი განიხილავს, ეს არის სხვადასხვა სინდრომი. და ტკივნეულად დამრჩა ერთ-ერთი ისტორია. ამ სინდრომს ანტონის სინდრომს უწოდებენ თურმე და ეს რაში მდგომარეობს? ეს არის თვითშეგნების დეფიციტი. მოყვანილია ისტორია მკერავ ქალზე, რომელიც დაბრმავდება, მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ არის ბრმა. კერავს, დადის, კედლებს ეჯახება, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ როდესაც ექიმები ეუბნებიან, რომ მხედველობა არ გაქვს, დაგაკლდა, კატეგორიულ უარზეა ეს ადამიანი. ანუ თვითშეგნების დეფიციტთან გვაქვს აქ საქმე, ხო? ფიზიკურად ადამიანი ფუნქციონირებს, ძალიან კარგადაც აზროვნებს, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ არ უნდა იმის აღიარება, რაც რეალობაში. ეხლა ეს შეიძლება ცოტა დრამატული ისტორია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ძალიან ხშირად შეიძლება ამ ისტორიაში ჩვენი თავიც დავინახოთ. მე მეგონა, რომ ეს ერთი განსაკუთრებული პაციენტის ისტორია იყო და თურმე ძალიან ბევრი პაციენტი ყოფილა ასეთი და კიდევ ერთ მამაკაცზე მოაქვს, ხო? ავტორი გვიყვება ერთ-ერთ მამაკაცზე ისტორიას, რომ ეს ადამიანიც დაბრმავდა და როდესაც ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ხარ ბრმა, ის რას პასუხობდა? არა, მე ვარ ჩაბნელებულ ნესტიან ოთახში. ესეთი სინდრომი ყოფილა. კიდევ მეორე სინდრომი არის იმპოსტერი, ეს ჩვენ ადრეც ვახსენეთ იმპოსტერის სინდრომი და საინტერესო ისტორია მოყავს ავტორს ისლანდიის პრეზიდენტობის კანდიდატზე. ძალიან კარგად ვითარდება ეს ისტორია, ანუ ყველას ვურჩევ რა ეს წიგნი რო წაიკითხოს, იმდენად საინტერესო ისტორიებით არის გაჯერებული. იმპოსტერის სინდრომი ნუ რა არის, რომ შენ არ ხარ შენ თავში ბოლომდე დარწმუნებული და გონია რომ ისეთი კარგი არ ხარ, როგორც სხვები ფიქრობენ და თითქოს უკან იხევ. არ გინდა რომ გადახედო, არ გინდა რომ დაიჯერო, თუმცა ეს სინდრომი უფრო ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებს ემართება. ანუ რაც მეტი იცი, მით უფრო გეპარება ხო თავში აზრი და აი ბოლო მესამე სინდრომი, ეს ჩემი საყვარელია ოღონდ ბრჭყალებში, ეს არის კრუგერის ეფექტი. სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ის არის, რომ ასეთ ადამიანებს ძალიან ხშირად ხვდებით დღევანდელ სიტუაციაში და ეს რა არის, როდესაც შენი კომპეტენცია ბევრად ნაკლებია და შენ კიდე გონია, რომ ბევრად მაგარი ტიპი ხარ და სულ მახსენდება ქართული გამონათქვამი ცარიელ თავთავზე. და ცარიელი თავთავს ყოველთვის თავი აწეული აქვს, იმიტომ რომ შიგნი არაფერი აქვს და მოკლედ ეს კრუგერის ეფექტით ზუსტად ამას ამბობს, რომ ანუ დაფიქრდი და გაანალიზე შენი შესაძლებლობები. რაღაცაზე გაქვს პრეტენზია, ხო? რაღაც გინდა რომ გააკეთო და აი ძალიან დარწმუნებული ხარ შენი მორალის და პრინციპის მიხედვით მოქმედებს, მაგრამ გადახედე რა კომპეტენციები იქნებ, სადმე რაიმე გაკლია, ან სხვისი რჩევა გინდა, ან სხვისი დახმარება გინდა და წარმოიდგინე ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, ან ბოსებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. აი, როგორ გესახება მათი წარმატება საერთოდ? პასუხი არ მაქვს. პასუხი არ მაქვს. ანუ იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნებოდა ისეთი გუნდი, რა თქმა უნდა, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ერთმანეთს უსმენენ.
ანუ აქვთ ცოდნები კიდევაც, აი რაღაც ოქროშუალეთის დაჭერა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როცა გაქვს ცოდნაც, მაგრამ გაქვს იმდენი თვითდაჯერებულობა, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგა, მაგრამ იმ ნაბიჯს რო გადადგა, მე იმაზეც იფიქრო, რომ გადახედო და მუდმივად ცოდნა დააგროვო და ზედ დააშენო და ორგანიზაციები, სადაც არიან ისეთი ლიდერები, ხელმძღვანელები, რომლებსაც აქვთ იმდენი თვითშეგნება, რომ მეტი აქვთ სასწაული, რომ არა უშავს თუ რამე არიციან, თავარია თანამშრომლებს შეუწყონ ხელი, თავარია ისეთი კულტურას შექმნან, სადაც ადამიანები შეძლებენ კომფორტულად, თუნდაც სხვა გაგებით ის კი არა, რომ გემრიელად ვიჯდა და რაღაც. ანუ თავისი უსაფრთხო ადგილის, სამუშაო ადგილის შექმნას, იქ რა თქმა უნდა მეტი წარმატება იქნება და ადამ გრანტიც ამბობს და ძალიან კარგად მომხვდა ეს, იმიტომ რომ რაღაც მუდმივად ის იყო, რომ ჩემ ცხოვრებაში, რომ ძალიან კარგია და არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი შეცდომების აღიარება. პირიქით, თუ შეცდომას დაუშვებთ, გადავარქვათ მას, დავარქვათ რაღაც აღმოჩენა. და არა შეცდომა და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს შეცდომა კი არ იყო, ეხლა ჩვენ ამაზე ვისწავლეთ და დავაშენებთ ახალ ცოდნებს და შემდეგში უკეთ წავა საქმე. და როგორც ადამ გრანტი გვეუბნება, ეს შეცდომის აღიარება ძლიერი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ხო, ამითი უნდა ვიგრძნოთ სიამოვნება და სიხარული და ამის შესახებაც რამდენიმე ძალიან საინტერესო სახალისო ისტორიაც აქვს მოთხრობილი, მაგალითად ერთ-ერთ მეცნიერზე, რომელმაც რაღაც უდიდესი შრომა ნარკვევი გამოაქვეყნა ასტრონომიის თემაზე. შემდეგ იყო კონფერენცია, რომელზეც უნდა გამოსულიყო სიტყვით, ყველა ელოდებოდა და ზუსტად რაღაც იმ დღეს თუ რა მოკლე პერიოდში ხო აღმოაჩინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩა, რომელიც მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ამხელა ნაშრომს. ის გამოვიდა, პირდაპირ დაიწყო საუბარი იმაზე, კი არ დამალა და მიჩქმალა თქვა, რომ შემეშალაო და რაც აქამდე გავაკეთეს, უტყვილა გავაკეთეო და იმის მაგივრად რომ კრიტიკა მოყოლო და უკმაყოფილება ასე შემდეგ, მთელი დარბაზი ფეხზე დადგა და ტაჩს უკრავდა. კი. და ადამ გრანტი კიდე იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც თავისი მოხსენების გაკეთებისას ერთ-ერთმა მისთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა რამდენიმე კითხვა დაუსვა და შემდეგ კონფერენციის შემდეგ მასთან მივიდა და უთხრა, რომ ძალიან მიხარია, მე ვცდებოდიო და გამიკვირდაო ადამ გრანტი ამბობს, რომ რატო უხარიაო და ის ამბობს, რომ რასაც აქამდე ვფიქრობდი, ყველაფერი მცდარი ყოფილაო და ძალიან მიხარიაო. ანუ რასაც ავტორი გვეუბნება არის ის, რომ ეს ჩვენი ჰიპოთეზები მუდმივად ვითარდება, მეთომეტეს დღევანდელ სამყაროში შეიძლება შეიცვალოს და არა უშავს თუ ვცდებოდით, ეს გამოვიყენოთ გასაუმჯობესებლად, არ გავჩერდეთ და მუდმივად ვეცადოთ უფრო წინ წავიდეთ და დავაშენოთ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით. ადამ გრანტი ამ მდგომარეობას კიდე ტოტალიტარულ ეგოსაც უწოდებს. ანუ ეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც არ გინდა რომ დაუშვა განსხვავებული ინფორმაცია, ხო? და შენ გონია რომ ეს ახალი ინფორმაცია ამ არსებულს უქმნის საფრთხეს და ამიტომ ყველაფერს ცდილობ რომ ეს დაბლოკო. ზოგი ამას შეგნებულადაც აკეთებს, ეს შემიძლია პარალელი გავავლო პროპაგანდასთან. სხვა რა არის პროპაგანდა, თუ არა ყველანაირი განსხვავებულის დაბლოკვა და იმის გავრცელება, რაც მხოლოდ შენ გინდა, როგორც გინდა იყოს, აი ამას რო ახვევ ადამიანებს თავს. მოკლედ ერთი საინტერესო ისტორია მახსენდება ისევ ამ წიგნიდან, ყველას გვაქვს ნანახი, სუპერ ოჯახი. და მოკლედ ვიდეო და დებატები სუპერ ოჯახის პერსონაჟების შესახებ. ვინ როგორი ყოფილიყო, თმის სიგრძე იქნებოდა ეს ტანის გაბარიტები თუ ასე შემდეგ. მოკლედ გამოვიდა სუპერ ოჯახის ფილმი, რეცენზიები დაიდო, ქონდა არაჩვეულებრივი შეფასება, მაგრამ 0 გაყიდვები. ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ რაღაცაში იყო აქ საქმე და რაღაც სასწრაფოდ უნდა ეღონათ და რა გააკეთეს. მოიწვიეს ის ადამიანები, რომლებსაც მუდმივად კრიტიკის რეჟიმი ჰქონდათ ჩართული. ანუ ადამიანები განსხვავებული შეხედულებებით.
მოკლედ კონკრეტულად არ მახსოვს ახლა რაზე იყო დავა, მაგრამ ის მახსოვს, რომ გაიმართა დებატები ამ ადამიანებს მოусმინეს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ბუზღუნა ადამიანებს, რომლებსაც ყველანი გავურბივართ ხოლმე და ფილმმა ძალიან მალე უზარმაზარი მოგება მიიღო. 631 თუ 51 მილიონი მარტო შემოვიდა პრაკატიდან, გაქირავებიდან, უკაცრავად ჟარგონისტის, გაქირავებიდან შემოვიდა და მალე ოსკარიც მიიღო. და ყველაზე კარგად რომელი ფრაზა ჩამრჩა, იცი რომ მიდის ეს დებატები ორ ხელმძღვანელს შორის და ერთ-ერთი ეუბნება, რომ აი ეს პერსონაჟი ბლანტ მასად უნდა გადავაქციეთო. შენ უკეთესად გემახსოვრება ალბათ რომელი პერსონაჟია ეს, იმიტომ რომ სულ პატარა. მოკლედ ბლანტ მასად უნდა გადავაქციეთო და მეორე ეუბნება, რომ რა დროს ეგ არის, დრო არ გვაქვს და მე მინდა რომ თქვენ ფინიშამდე მიგიყვანოთ. და საპასუხოდ ეს ბუზღუნა ადამიანი პასუხობს, რომ მე მინდა რომ ფინიშს გაცდეთ და დარჩეთ გამარჯვებულებიო და აი ეს დიალოგი აი რაღაცნაირად სულ ჩამესმის ხოლმე ყურში რა, რომ რისთვის ვაკეთებ, რომ ფინიშამდე მივიდე თუ გავცდე ფინიშს და კიდევ გამარჯვებულიც დავრჩი. ასე რომ რა შეიძლება აქედან დასკვნა გამოვიტანოთ, რომ როდესაც მიდის დებატები და როდესაც მიდის კამათი, განსხვავებული აზრის მოსმენა უაღრესად მნიშვნელოვანია. და მე ყოფილ ვარ ჩემ ორგანიზაციაში და გქონია ისეთი სიტუაცია, რეორგანიზაციებიც ხომ ხშირად ხდება ხოლმე და გადახალისება, ასე ვთქვათ, თანამშრომლების, ადამიანს მოუშორებია აბსოლუტურად ყველა მის გარშემო, ვისაც კი ჰქონდა განსხვავებული აზრი. და რა ხდება ამ დროს? ესე იგი, შენ ცდილობ რომ გყავდეს ყველა ისეთი შენს გარშემო, რომელიც შენ გეთანხმება, კონფლიქტში არ შემოვა, განსხვავებულს არ შემოგთავაზებს და საბოლოო ჯამში გგონია რომ ორგანიზაციაში არის ჰარმონია. და ამაზეც კვლევა არის ჩატარებული. როდესაც შენ ამბობ რომ ყველაფერი კარგად არის, ჰარმონიაში ვართ, აქ შემოდის სულ სხვა რამ. რეალობაში ანალიზი რო გააკეთო, ჰარმონიაში კი არა ხარ. აქ საქმე გვაქვს გულგრილობასთან. კი ბატონო. როდესაც ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებთ, მარტო თავიანთ ყოველდღიურ საქმეს აკეთებენ და არ არიან მოტივირებული საერთო საქმით. არ იყურებიან მომავალში და ეს ერთიანობის შეგრძნება არ აქვთ. ამიტომ უბრუნდებით ისევ ამ ჯანმრთელ კულტურას, გარემოს, უსაფრთხო სამუშაო ადგილს, სადაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ქონდეს საშუალება აზრიც გამოთქვას, აღიაროს შეცდომაც და დებატებში შევიდეს. მთავარია იცოდნენ, რომ აქვთ ერთი საერთო მიზანი და ჭობა და კამათი იყოს იმაზე იმ საერთო მიზანთან როგორ მივიდნენ. როგორ მივიდნენ და არა რატომ, კი. და სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი სამუშაო ადგილი რო გავიხსენო, ამ მაღალ პოზიციაზე მყოფი რამდენიმე დირექტორი უпростоროდ პირდაპირ დავარქვათ, ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მყავდა ერთი, რომელიც ყველას აზრს ეწინააღმდეგებოდა. თავის საკუთარ აზრსაც ეწინააღმდეგებოდა ხოლმე რაღაც რო იტყო და შემდეგ იმასაც ცვლიდა და თავის აზრსაც უეჭვის ქვეშ აყენებდა. თავიდან ძალიან მიკვირდა, მაგრამ მე დავაფასე რამდენად გამოსადეგი იყო, იმიტომ რომ ის ხედავდა იმ რისკებს, იმ შესაძლო პრობლემებს, რაც შეიძლება აღმოჩენილიყო მომავალში, აღმოცენებულიყო და ასევე რაღაც სხვა პერსპექტივებსაც გვანახებდა. ამიტომ სრულიად სხვანაირად შევხედე ამას და მთავარია რომ ჩვენ გვქონდა ესეთი ღია ურთიერთობა, სადაც შეგვეძლო ამაზეც ხუმრობა, რომ ყოველთვის აზრს იცვლიდა და ასევე იმაზე საუბარი, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ერთი მთლიანი დიდი მიზანი გვამოძრავებს. ანუ კონფლიქტის ფსიქოლოგია რა არის, რომ კონფლიქტი ორგანიზაციებში აუცილებელია. ორგანიზაციაში სადაც არ არის კონფლიქტი, ესე იგი საქმე გვაქვს რასთან? გულგრილობასთან, ხო? ოღონდ რა თქმა უნდა, კონფლიქტიც უნდა გავმიჯნოთ. ახლა ეს ჩვენ არ გვესწავლება. არის კონფლიქტი, რომელიც არის ურთიერთობითი, ეს კონფლიქტი არის ემოციური, ადამიანები გადადიან ერთმანეთის პიროვნულ შეფასებაზე და საქმეს აბსოლუტურად აცდენილები არიან და მეგაკვლევებიც ამას ადასტურებს, რომ როდესაც
ურთიერთობითი კონფლიქტი არის, ესეთი გუნდები დაბალეფექტურები არიან. ხოლო როდესაც არის მოვალეობითი კონფლიქტი, როდესაც შენ მსჯელობ და კამათობ იმაზე, რომ ვინ აიყვანო სამსახურში, ვინ დააწინაურო, სტრატეგია გაქვს შესაძლებელი და რომელი კონსულტანტი მოიყვანო, ან რა შეცვალო სტრატეგიაში, ხო? ეს მოვალეობითი კონფლიქტი რომელ გუნდშიც უფრო მეტია, ეს გუნდებიც თურმე უფრო მაღალეფექტურები არიან, იმიტომ რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება და შენი საყვარელი გამონათქვამი ამ წიგნიდან მინდოდა გამეხსენებინა. აბრაკადაბრა რას ნიშნავს? ვქმნი როცა ვლაპარაკობ. ვქმნი როცა ვლაპარაკობ, თურმე ებრაული სიტყვა ყოფილა, მე რაღაც ზღაპართან მქონდა გაიგივებული და ჯადოსნობასთან. მართლა ჯადოსნურია ვლაპარაკობ და იქნება ჭეშმარიტება და იქნება ახალი იდეები, ინოვაციები და გაგებაც. ესე რომ ვთქვათ. აბრაკადაბრა და ყველაფერი იცვლება, ხო, ასე რომ კონფლიქტი კონსტრუქციული აუცილებელია, მეგობრებო, ნუ გეგონებათ, რომ ყველაფერი, როდესაც კარგად არის და კონფლიქტი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრი, ძალისხმევას არავინ არაფერში არ დებს. კარგი სიტუაცია გაქვთ ორგანიზაციაში, ეს ასე არ არის და რა თქმა უნდა გამიჯნული არის, მოვალეობითი არის ეს კონფლიქტი თუ ემოციურ ფონზე დამყარებული არის. ხო, ამ შემთხვევაში მარტივია, როდესაც ეს კამათი მიდის, უბრალოდ ჩვენ თავსვე ვასწავლოთ ან გაგვიჯდეს ჩვევაში, რომ უმეტესობას აქვს კიდევაც ალბათ, რომ ვაკრიტიკებთ არა ადამიანის ქცევას ან ნათქვამს, არამედ იდეებს, არა პიროვნებას, არამედ იდეას ან მიდგომას, ან თუნდაც შეხედულებას. ოღონდაც ამას ვაკეთებთ უფრო რბილად, ან მოტივაციით, არა შეფასებით, განსჯით. ანუ ადამიანი რას გაურბის? რო დაფიქრდე ხა შენ, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში ხარ, რას გავურბი ვარ ძირითადად? კრიტიკას, ზეწოლას აუცილებლად. ანუ გამოდის, რომ მე ვეწინააღმდეგები რეალურად იმ ზეწოლას და იმ ენერგიას და იმ მუხტს, რომელიც შენგან მოდის და არა შენს იდეას, ხო? ამიტომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი ემოციური ინტელექტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეთ და დიალოგი კონსტრუქციულად ვაწარმოოთ, უაღრესად მნიშვნელოვანია და როდესაც გადავწყვეტთ, რომ ვინ დავაწინაუროთ მენეჯერულ პოზიციაზე, Excel-ის ტესტის მაგივრად, ჩემი აზრით, ემოციური ინტელექტის ტესტი უნდა ბარდებოდეს და ამის ანალიზი უნდა ხდებოდეს. მაშ ასე კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ ადამ გრანტის არაჩვეულებრივ წიგნს, პირველი დასკვნა რა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ დაფიქრდით, დაივიწყეთ რაც იცით, ჩამოწერეთ თქვენი წესები, თქვენი სტრატეგიები და შეხედეთ, რომელს ეჭიდებით. კომპანიებში ხო არის ესეთი გამონათქვამი, რომ ესია წესი და 5 წელია ასე ვაკეთებ და ასე უნდა გავაკეთო. პროცედურა ამას მეუბნება და ეს ყოველთვის მაგიჟებს ხოლმე მე და სულ ამას ვამბობ, რომ ამ პროცედურამ შენ სასარგებლოდ უნდა იმუშაოს, თორე პროცედურამ კი არ უნდა მოგირგოს შენ. პროცედურებიც ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ საქმე უფრო უკეთესად ვაკეთოთ. მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია აქედან წავიღოთ, არის ის, რომ კონფლიქტი მნიშვნელოვანია. ვაწარმოოთ კონსტრუქციული კონფლიქტი, ვიცოდეთ ეს როგორ გავაკეთოთ და დავანახოთ ადამიანებს ის, რაც არ იციან. ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ ცნობიერებაში შევიტანოთ ბზარი, ეგრევე ადამიანს ხომ ვერ დაითანხმებ, არა და ეს ყველაფერი არის დიალოგით და იმით დავასრულოთ ახლა ჩვენ, რომ აი ორგანიზაციულ ჭრილში თაკო როგორ დავნერგოთ ხელახლა დაფიქრების კულტურა, აი რა აზრი გიჩნდება შენ ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ეს დავნერგოთ ორგანიზაციაში? რამდენიმე ხერხი არის, ადამ გრანტიც გვირჩევს რამდენიმე ხერხს, რაც პრაქტიკაშიც გამოგვიცდია ასევე წინა პოდკასტებზეც გვისაუბრია, არის ხელშეწყობა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო ადგილის. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება პირველ რიგში ალბათ ამას. სადაც ადამიანი კი, ანუ არ გულისხმობ, რომ ვინმე გცემს ან გეჩხუბება ან ასე შემდეგ. გულისხმობ, როდესაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს იმ კუთხით, რომ შეგიძლია შენი აზრი გამოხატო. როგორც ვთქვი, შეგიძლია შენი შეცდომა აღიარო.
სადაც მიდის აზრების ურთიერთგაცვლა და დებატები, ოღონდაც პატივისცემაზე დაფუძნებული, სადაც იგრძნობა, რომ მე როდესაც ვინმესთან დებატებში შევდივარ დიალოგში, მე მართლა მაინტერესებს მისი აზრი და გულწრფელად ვუსმენ და არა უბრალოდ იმისთვის, რომ მე გადავარწმუნო. ანუ დიალოგიც უნდა იყოს ისეთი, რომ მე არ ვარ არც პროკურორი, არც მქადაგებელი, არამედ მე გისმენ იმისთვის, რომ იქ მართლა არ ვიცი და შეიძლება მე გადავარწმუნო. ხო? მუდმივი შეხვედრები. დისკუსიები. პრაქტიკულად მე რა მახსენდება ხა ეს პრაქტიკული ნაბიჯები. ძალიან ბევრ ორგანიზაციას დანერგილი აქვს ასეთი რამ, რომ დათქმული არის შეხვედრები. ამას აუცილებლად ატარებენ. კიდევ არის ისეთი შეხვედრები, როდესაც ხდება უფროსი რიგით თანამშრომლებს, ანუ გამოტოვებს რამდენიმე საფეხურის მენეჯერს და პირდაპირ შენ გესაუბრება და იკვლევს რა ხდება, როგორ ხარ, რა აზრი გაქვს, რა ინოვაცია გაქვს, რისი შეთავაზება შეგიძლია, ან თუნდაც რა გაწუხებს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ კვლევები, კმაყოფილების კვლევა. მე ყოველ შემთხვევაში ესე მიმაჩნია, რომ წელიწადში ორჯერ მინიმუმ ეს უნდა ტარდებოდეს ყველა ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ანონიმურია, ადამიანებს კიდევ უფრო თამამად შეუძლიათ აზრი გამოხატონ და რა თქმა უნდა ეს უნდა ჯამდებოდეს და შესაბამისი რეაგირება ამას უნდა მოყვებოდეს, ხო? ანუ ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას პლუს ანგარიშვალდებულება აი ეს ქმნის ზუსტად ხელახალი დაფიქრების კულტურას და ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია რომ თუნდაც ეს სამი რამ შეხვედრები, კვლევები, მაღალ მენეჯმენტთან შეხვედრები, ესეთი ეს შემოიღოს დღის წესრიგში და დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესად წაუვათ მას საქმე. თუნდაც სტრატეგიების გადახედვები, შეხვედრები, რომლებზეც გადახედავენ სამოქმედო გეგმებს. იქნებ შეიცვალა რამე მსოფლიოში, რომელიც საჭიროებს აი ეს ერთი მიზნის პარადოქსი, როგორც ადამ გრანტი ეძახის, არ იყოს, რომ 5 წლის გეგმა მაქვს შემუშავებული და აუცილებლად იმას უნდა მივყვე. იცვლება ეს სამყარო, შესაბამისად ადაპტაცია გვჭირდება და ეს გვირაბის კონცეფციას, რომელსაც ახსენებს, ანუ იმას არ უნდა იქიდან არ უნდა გავწურვე გარეთ, ეგეც რო არ იყოს სულ მუდმივად დავფიქრდეთ. ანუ ფობიაში კი არ გადაგვივიდეს, რომ და თვითკრიტიკაში ყოველდღე ვიფიქრო, რას ვაკეთებ არასწორად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, როგორც შენ დამარიგე, რომ ჩამოვწერო, შევაფასო, პერიოდულად გადავხედო ხოლმე. და არ დაგვაუწყოს ბუზღუნა ადამიანები. ბუზღუნა და კრიტიკოსი ადამიანები გვაკრიტიკებენ, ანუ რეალურად სწორ ახსნას როგორ ვუკეთებ მე ამ ადამიანებს, ხო? მე ვარ კრიტიკოსი და მე ვარ ბუზღუნა, იმიტომ რომ მე რაღაცას უკეთეს ვხედავ, ან განსხვავებულს ვხედავ. იმიტომ კი არა რომ შენ გაგაკრიტიკო, არამედ ჩემი მიზანი არის რომ რაღაცა ცვლილება მინდა. და აი ამიტომ გეწინა აღმდეგები. გუნდში აუცილებელია ყავდეს ესეთი ადამიანებიც, ყავდეს ადამიანებიც, რომლებიც შედარებით მორიდებულები არიან და პირიქით მოლაპარაკებაზე მიდიან და ჰარმონიის დამკვიდრება უნდათ, მაგრამ როდესაც რაღაც არის შესაძლებელი და კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, აი აქ შემოდიან ზუსტად ეს ბუზღუნები, იმიტომ რომ იმდენ განსხვავებულ აზრს იტყვია, რომ რომელიღაცა ჭეშმარიტება მაინც იქნება. ნუ ეს იყო ჩვენი წიგნი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ტრადიციულად კითხვებით დავამთავროთ. ერთი კითხვა შენ და მე შენგან ერთი კითხვა მე. რას შეცვლიდი? რას მოიმოქმედებით ამის? რას ახლა საუბრისას ვფიქრობდი იმაზე, რომ დღეს საღამოს სახლში ჩამოვწერ იმ ორ თემას, რაც შენთან კოუჩინგ სესიების დროს გავიარეთ, რა გეგმებით შევიმუშავე და შევხედავ რა შეიძლება სხვანაირად მოხდეს. იმიტომ რომ მე კი დავგეგმე, მაგრამ ის ხო შეიძლება სხვანაირად მოხდეს. ანუ რისკები არ შემიფასებია, სავარაუდოდ კარგად ახლა ვფიქრობ. თუ იმ სცენარით წავა, რას მოვიმოქმედებ, თუ ამ სცენარით წავა, რას მოვიმოქმედებ. ანუ სხვანაირად შევაფასებ და ვეცდები კიდე სხვა გამოსავალი ან ალტერნატივები დავინახო. ეს მაქვს მე დღეს გეგმაში. შენ აი ახლა რა აზრიც გამიჩნდა. ჩემს სამ რწმენას, აი ძალიან გამყარებული რაც მაქვს და რო ვიცი რომ ეს ასე უნდა იყოს, აი ამ სამ რწმენას ჩამოვწერ და კონტრშეკითხვას დავუპირისპირებ.
რა ქმედება ან რა სიტუაცია გადაგაფიქრებინებდა აი ამ შენს კონკრეტულ რწმენას. სამივეს თუ ვუპოვე, ეს პასუხი ესე იგი შესაძლებელია, ძალიან ვეცდები რომ ვუპოვე, თუ ვერ ვუპოვე, მაშინ დავტოვებ და შევხედავ, ხო არ მაზიანებს და წინ ხომ მივყავარ ამას და ერთ ადგილას არ ვჩერდე. მაშინ ასე ჩვენი 10 წლიანი გეგმები შეგვიძლია გადავხიოთ, გავანადგუროთ, ხელახლა დავფიქრდეთ და ახალი გეზით, უფრო ინოვაციური, სტრატეგიული და სიკეთის მომტანი ნაბიჯები და გეგმები დავსახოთ.